სიონის საკათედრო ტაძარში სამადლობელი პარაკლისით აღნიშნეს ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღე. ღვთისმსახურება ბოდიშთა ხობის ეპარქიის მიტროპოლიტმა გრიგოლ ბერბიჭაშვილმა აღავლინა. ისტორიული კრებამ, სადაც სამღვდელოებამ კვლავ შემოიღო საპატრიარქო მმართველობა 109 წლის წინ 1917 წლის 25 მარტს შედგა. რამდენიმე თვეში კი პატრიარქად აირჩიეს კირიონ მეორე. საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის ოფიციალურად, დოკუმენტურად აღიარება კი საერთაშორისო დონეზე 1990 წელს მოხდა, როცა მსოფლიო პატრიარქმა ილია მეორეს ავტოკეფალიის ცნობის ტომუსი გადასცა. დღეს მისი გარდაცვალების მე-9 დღეა, ამიტომ სიონის საკათედრო ტაძარში ჩატარდა სულის მოსახსენიებელი პადაშვიდიც. სხვადასხვა იერარქიის სასულიერო პირების გარდა ტაძარში ქართული ოცნების ლიდერებიც იმყოფებოდნენ. ღვთისმსახურების დასრულების შემდეგ ტაძარში ინციდენტი მოხდა. ერთ-ერთმა მოქალაქემ მეუფე შიოს საჯაროდ მიმართა, რომ პოლიტიკურმა ხელისუფლებამ პასუხი უნდა აგოს. მას ტერიტორია იძულებით დაატოვებინეს. ჩემი კოლეგა ნუცა ბახუტაშვილი იმყოფება დილიდან სიონის საკათედრო ტაძარში. ის პირდაპირ ეთერში გვერდდება და მოგუყვება იქ არსებული ვითარების და გაკეთებული განცხადებების შესახებ. გისმენთ ნუცა. დიახეთი, პირველ ყოვლისა გეტყვით, რომ ღვთისმსახურება უკვე დასრულებული არის სიონის საკათედრო ტაძარში და აქ აღევლინება პანაშვიდები, როგორც ამის ბრძანება გასცა პატრიარქის ტახტის თანამოსაყდრე მეუფე შიომ დილის 8 საათიდან საღამოს 10 საათამდე და მრევლი ახლაც იმყოფება სიონის საპატრიარქო ტაძარში, რათა მიახლოს პატრიარქ ილია მეორის საფლავს. რაც შეეხება ღვთისმსახურებას, როგორც უკვე გითხარით, ის უკვე დასრულებული არის, თუმცა შეიძლება ითქვას, რომ ღვთისმსახურება ორ ნაწილად გაიყო. პირველი იყო სამადლობელი პარაკლისი, რომელსაც უძღვებოდა ფოთისა და ხობის ეპარქიის მიტროპოლიტი გრიგოლ ბერბიჭაშვილი და სწორედ მან გადაიხადა სამადლობელი პარაკლისი. ამის შემდგომ კი უკვე პატრიარქის ტახტის თანამოსაყდრე მეუფე შიო მუჯირმა აღავლინა ილია მეორის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი. ამ პანაშვიდს ესწრებოდნენ როგორც ქართული ოცნების წარმომადგენლები, ასევე სინოდის წევრები, სხვადასხვა სასულიერო იერარქები, ასევე მრევლსაც ჰქონდა შესაძლებლობა ნაწილ მათგან შესულიყო ტაძარში. უშუალოდ პანაშვიდის დასრულების შემდგომ მეუფე შიომ იქადა გაკიდეს და ქადაგებაში მან ისაუბრა ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის მნიშვნელობაზე. მან თქვა, რომ რუსეთის იმპერიის მიერ ყველანაირი კანონიკური წესის დარღვევით და ასევე საეკლესიო სამართლის უგულებელყოფით რუსეთის იმპერიამ საქართველოს და ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიას თვითმყოფადობა და დამოუკიდებლობა წაართვა, რაც ჯერ კიდევ მე-5 საუკუნის პერიოდიდან ჰქონდა მას. ამის შემდგომ კი პატრიარქების და სხვა სასულიერო მაღალი იერარქების მეოხებით 1917 წლის 25 მარტს ავტოკეფალია ქართულმა ეკლესიამ დაიბრუნა. რაც შეეხება საერთაშორისო დონეზე, ილია მეორის ღვაწლთან დაკავშირებითაც ისაუბრა და თქვა, რომ სწორედ ილია მეორის დიდი შებრძეობით საერთაშორისო დონეზე 1990 წელს გადმოგვეცა ტომოსი მსოფლიო საპატრიარქოსგან, სადაც დაწერილი იყო ის, რომ ჯერ კიდევ ადრეულ საუკუნეებში ქართული მართლმადიდებლური ეკლესია იყო დამოუკიდებელი და თვითმყოფადი. შესაბამისად გაიცა აქტები იმის შესახებ, რომ აღდგენილად გამოცხადებულიყო ქართული ეკლესიის ავტოკეფალია და არა მინიჭებულად. 1811 წელს რუსეთის იმპერატორის განკარგულებით ჩვენი ეკლესიის ავტოკეფალია გაუქმდა. ეს იყო უხეში დარღვევა საეკლესიო კანონიკის მსოფლიო ეკლესიის 7 კრების კანონების, როდესაც 1917 წელს სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში გამოცხადდა ავტოკეფალიის აღდგენა. ეს ახმული იყო არა მხოლოდ როგორც რაღაც ადმინისტრაციული ნაბიჯი, არამედ როგორც ისტორიული სამართლიანობის აღდგენის დიდი აქტი და რაც თავარია ერის სულიერი აღდგომა. ჩვენ მართალია გამოვაცხადეთ აღდგენა 1917 წელს ავტოკეფალიისა, მაგრამ საჭირო იყო ამის ცნობა მსოფლიოს კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს მიერ და მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიების მიერ. აი ეს დიდი საქმე კი უკვე ითავა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ. ეს გამოვლენილი სიყვარული და ერთიანობა ჩვენ გვაძლევს დიდ სულიერ ძალას, დიდ ნუგეშს, რომ გადაგვეტანა ეს ურთულესი დღეები და დიდ იმედს, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ჩვენ ღვთის შეწევნით შევძლებთ
შევინარჩუნოთ ის დიდი ღირებულებები, რაც ჩვენამდე მოიტანეს ჩვენმა დიდმა პატრიარქებმა და წინაპრებმა და მათ შორის რაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილიამ გვიანდერძა. ეს არის ჭეშმარიტი რწმენა ღვთისა, ერთგულება სამშობლოსი და სიყვარული ადამიანისა. დღევანდელ ღვთისმსახურებას დასასრულს თან ახლდა მცირე ინციდენტი და ხმაურის გარეშე არ ჩაუვლია მას შემდგომ, რაც მეუფეშიომ ქადაგება დაასრულა მოქალაქემ, რომელიც ტაძარში იმყოფებოდა. ხმამაღლა მიმართა მეუფეს, შენდობას თხოვა და განაცხადა, რომ ხელისუფლება უნდა დაისაჯოს და პასუხი უნდა აგოს თავიანთ დანაშაულებზე. ამის შემდგომ მას ძალის გამოყენებით დაატოვებინეს სიონის საპატრიარქო ტაძარი, თუმცა ჩვენ არ ვიცით ვინ იყო ეს ადამიანი, იქიდან გამომდინარე, რომ ადგილზე გამკაცრებული უსაფრთხოების ნორმები მოქმედებს და ჩვენ არ შეგვიძლია მათ შორის არც ტაძარში შესვლა, შესაბამისად უცნობი არის ამ პირის ვინაობა, თუმცა მალევე ამ ინციდენტიდან სამთავრობო მედიებმა გაავრცელეს სოციალურ ქსელში ინფორმაცია მისი ვინაობის შესახებ და მისი მიზნების შესახებ, თუმცა ამის დადასტურება ერთმნიშვნელოვნად ცხადია, რომ შეუძლებელია. Endobas vitko meu droze droa ro ხელისუფლება პასუხი აქვს ყველა ფერზე. აუდა მაგა ძიდაობა პასუხი უნდა სიონის საპატრიარქო ტაძარში ადამიანებს შეუძლიათ მოვიდნენ 10 საათამდე. აქ ღვთისმსახურება კვლავ აღევლინება და პანაშვიდები უწყვეტად მიმდინარეობს. ასე გაგრძელდება მომავალი 40 დღის განმავლობაში.